თქვენ ნახავთ კადრებს და ასევე მოისმენთ კომენტარებს მოქალაქეების, რომლებიც რიგში დგანან შემოსავლების სამსახურთან და ელოდებიან მის რიგს, რომ გაარკვიონ, ეკუთვნით თუ არა ქონების გადასახადის გადახდა, რადგან მათ მისდით შეტყობინებები, რომ უნდა შეავსონ დეკლარაციები, ასევე გაურკვეველი და ბუნდოვანი ინფორმაციები ვრცელდება, ვის ეკუთვნის დეკლარაციების შევსება, ამიტომ ახლა დგანან და ელიან გაარკვიონ, მაგალითად, თუ აქვთ მემკვიდრეობით დატოვებული ბაბუისგან მიწის ნაკვეთი ან სახლი და მათი შემოსავალი არ არის დიდი, ამ შემთხვევაში მათ ეკუთვნით თუ არა, რომ გადაიხადონ ქონების გადასახადი. სწორედ ამიტომ დღეს არის ბოლო დღე, 31 ოქტომბერი, როცა მათ უნდა დაადეკლარირონ ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე შემდეგ შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ დაჯარიმებულთა შორის. რა კანონია, რომ ორ დღეში დამტკიცებენ და თანაგირებე ჯარიმა? ეგ რა არის? ეს შევაბნაძე მათ თუ ხალხი მიწები, გაუქვა მიწის რეფორმა და იმას ითხოვენ ახლა, ეს რა? დაბადების დღისათვის რომ საჩუქრად თანხაგანმოქცეს ისიც ითვლებოდა. ნუ ახლა ეს რაღაც აბსურდია. და გაინტერესებთ გიწევთ თუ არა დეკლარაციის შევსება? ინტერესებს რომ მეხება თუ არ მეხება. სიას ავსებენ თუ როგორ შეუშვებენ ახლა ხალხს? ჩვენს წინ ვიღაცებმა გადასცეს სია, მე მოვედი და ჩვენ ვინც მოვედით, შემდეგ შევადგინეთ სია და ჩვენც გადავიდეთ. ახლა აინტერესებს აბარის უნდა დარეგისტრირდეთ თუ არა? და უნდა გადამიყოთ შუაში და რა. შემოსავლების სამსახური ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციასაც, რომ ცვლილებები ამ კუთხით დეკლარაციის კუთხით არ შეცვლილა და შესაბამისად გაურკვეველი ინფორმაციების გამო მოსახლეობა ახლა არის რიგში. მაგალითად, შემოსავლების სამსახური აზუსტებს, რომ დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე პირსაც, თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წლის მიხედვით აღემატება 40,000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება, ანუ უძრავი ქონება, შვეულმფრენი თვითმფრინავი ან მსუბუქი ავტომობილები და სხვა ქონებები. ასეთი არის შემოსავლების სამსახურის განმარტება, თუმცა მოქალაქეებს მაინც უწევდათ რიგში დგომა იმის გასარკვევად, ქონება, რომელიც ჰქონდა დატოვებული მემკვიდრეობით, იყო თუ არა ის, რომლის დეკლარირებაც უნდა მომხდარიყო. პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი საუბრობდა.